მინდა ვთქვა, რომ სალომე ზურაბიშვილი სიტყვით გამოვიდა სტრასბურგში ევროპარლამენტის ხდომა, ეს ხდომა ბოლო ამ წელში არის სწორედ სტრასბურგში, ჩვენ კი ვიმყოფებით ბრიუსელში, სადაც ველოდებით, რომ ხვალ გაიმართება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერების სამიტი. გამოხმაურებებზე კი შეგვიძლია უკვე ვისაუბროთ, თუ გადავხედავთ სოციალურ ქსელებს და ოფიციალურ ვებ გვერდებს ევროდეპუტატების, რომლებიც ისხდნენ დარბაზში, მთავარი ესეთი დევიზი, სლოგანი შეიძლება ვთქვათ, რომ არის დადექით საქართველოს გვერდით. პრინციპში ეს დევიზი ქონდა, როგორც უსმინა მაყურებელმა საქართველოს პრეზიდენტსაც ამ მაღალი ტრიბუნიდან და ევროდეპუტატები არა მხოლოდ სხვათა შორის ისინი, ვინც მუშაობენ საქართველოს საკითხებზე, თავიანთ სოციალურ გვერდზე, განსაკუთრებით კი X-ზე, რომელიც ძალიან პოპულარულია ევროპის პოლიტიკოსებში, ისინი ასე ვთქვათ აშიარებენ გამოსვლის ნაწილებს საქართველოს პრეზიდენტის და ასევე ციტატებს და სწორედ აპელირებენ იმ ნაწილზე, სადაც უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. რობერტა მეცოლამ ევროპარლამენტის პრეზიდენტმაც თავის ოფიციალურ X გვერდზე დადო სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის ვიდეო და კიდევ ერთხელ მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს სტრუქტურა, ევროკავშირის საკანონმდებლო სტრუქტურა დგას და გააგრძელებს დგომას ქართველი ხალხის გვერდით და სწორედ იმის სწრაფების გვერდით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა სურს, რომ ჩვენი ქვეყანა გაწევრიანდეს ევროპულ ოჯახში, სადაც მისი ისტორიული ადგილი არის. თამარ, ჩვენ ვნახეთ მოწოდება მეცოლას მხრიდან ევროკავშირზე, ის მოქმედებისკენ მოუწოდებს ევროკავშირს, აღნიშნე კიდეც, რომ ძალიან საინტერესო გზავნილი ქონდა მას, ასევე პირდაპირ ხალხს მიმართა და თქვა, რომ ჩვენ გხედავთ, ჩვენ გვესმის თქვენი, ეს იყო ევროპარლამენტის პრეზიდენტის მიმართვა ქართველი ხალხისადმი. აი აქცენტი მოქმედების აუცილებლობაზე, როგორც ვთქვით, ამაზე ძალიან კრიტიკული მნიშვნელობის ყურადღება გაამახვილა თავად ზურაბიშვილმაც, რომელმაც თქვა, რომ დაჩქარდება ტრანზიცია თუ ამის გახანგრძლივებას მთელი ზამთრის განმავლობაში დაუშვებთ. ეს იყო ზურაბიშვილის გამოსვლიდან ციტატა. აი რისი მოლოდინია ადგილზე, აი პოლიტიკური წრეებიდან, ამაზე რისი თქმა შეგიძლია კონკრეტულად, ჩვენ ასევე ვნახეთ რა იყო კობახიძის გამოხმაურება სამი ქვეყნის შესაბამისი უწყებების განცხადებაზე, ის პრაქტიკულად დეზინფორმაციაშია მხილებული. დავიწყოთ თუ რა მოლოდინები შეიძლება გქონდეს. ახლა ჩვენ ვიმყოფებით ევროკავშირის საბჭოში, სადაც ხვალ გაიმართება ლიდერების სამიტი. დღის წესრიგში საქართველოზე განხილვაც არის უკვე ჩაწერილი, ასევე ვიცით და რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ გაავრცელა ამაზე ინფორმაცია და თავის მხრივ ასევე საბჭომაც გაავრცელა ინფორმაცია, რომ შედგა სატელეფონო საუბარი სალომე ზურაბიშვილს და ევროკავშირის საბჭოს ახალ პრეზიდენტს შორის, რომელიც პირველად ანტონიო კოშტა პირველად უხელმძღვანელებს საბჭოს ლიდერების დონეზე, მათ შორის ეს სატელეფონო საუბარი შედგა, რაც იმას ნიშნავს კიდევ, რომ ჩვენი საკითხი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი წლის ბოლო აი ამ შეხვედრაზე. ყოველთვის, როდესაც ლიდერები ხვდებიან, ამ შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდება კომიუნიკე, სადაც ჩაწერილი არის 27 ქვეყნის პოზიცია, ასევე ერთგვარი შეფასება არის, თუ რა ვითარებაა და რა მდგომარეობაა ქვეყანა კონკრეტულ ქვეყანაზე, რომელზეც იყო მსჯელობა და რას აპირებს ევროკავშირი ამ ქვეყანასთან დაკავშირებით. მე დღეს წინასწარ არ შემიძლია გითხრათ, რაიმე დამატებით ზომებზე შეიძლება თუ არა იყოს საუბარი, სავარაუდოდ უფრო პოლიტიკური განცხადება და პოლიტიკური ჩანაწერი იქნება გაკეთებული და კიდევ ერთხელ დაფიქსირდება ის გადაწყვეტილება, რაც რამდენიმე დღის წინ მინისტრებმა მიიღეს პირველი დიპლომატების დონეზე, რაც შეეხება უვიზო მიმოსვლის შეჩერებას დიპლომატიური და სამსახურეობრივი პასპორტების მფლობელებისათვის. კიდევ ერთხელ ჩემი ინფორმაციით დადასტურდება ურყევი მხარდაჭერა ქართველი ხალხის ნების, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, ასევე ტრადიციულად ვარაუდობ, რომ იქნება მოწოდება, რომ ხელისუფლება დაუბრუნდეს და შეასრულოს სწორედ ქართველი ხალხის ნება და აუცილებელი და გარდაუვალია, რომ აქ იქნება დაფიქსირებული
აი იმ ძალადობრივ ფაქტებზე, რასაც ჩვენ ვუყურებთ, როგორც მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, ასევე ჩვენი კოლეგების, ჟურნალისტების მიმართ და ოპოზიციის წარმომადგენლების და ლიდერების მიმართაც. მესამე ნაწილი, რაც შეეხება გადაწყვეტილებას, რაც მინისტრებმა მიიღეს და ასევე სანქციების, თარგეტირებულ სანქციების პაკეტზე შეთავაზებას, რაზეც პირველივე დღიდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ უნგრეთმა და სლოვაკეთმა დაბლოკა ეს გადაწყვეტილება, შეგვიძლია ეს თემა უფრო მეტად გავშალოთ და მე როგორც ჟურნალისტ შემიძლია მხოლოდ ფაქტებზე დაყრდნობით ვილაპარაკო და მხოლოდ აქედან გამომდინარე გავაკეთო გარკვეული რაღაცა ვთქვათ ანალიზი და დასკვნები. მოდით დავიწყოთ იმით, თუ რა განცხადებები კეთდებოდა შეხვედრის დასაწყისამდე და როდესაც მინისტრები მოდიან აი სწორედ აქ ეგრეთ წოდებულ დორსტეპებზე, მინისტრები ვინც მოდის და აკეთებს ჟურნალისტთან განცხადებას, ისინი არასდროს არ ტყუიან და არ ამბობენ ერთ რაღაცას და დახურულ კარს მიღმა არ აკეთებენ კარდინალურად განსხვავებულ სხვა ნაბიჯს. ანუ აქ სპეციალურად დგებიან მინისტრები იმისთვის, რომ დააფიქსირონ თავიანთი ქვეყნის პოზიცია კონკრეტულ საკითხზე და გამომდინარე აქედან ჟურნალისტებს გამოგვაქვს დასკვნები ეს ქვეყანა რა პოზიციას დააფიქსირებს დახურულ კარს მიღმაც. ესპანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და მან გარდა იმისა, რომ თქვა, რომ უნდა დაისაჯონ სწორედ პასუხისმგებელი პირები, ვინც უკან იდგა ამ ძალადობების, ასევე მან თქვა, რომ ერთ-ერთ საკითხად უნდა იყოს განხილული და ესპანეთი ხარს უჭერს ამას, რომ დახურულ კარს მიღმა იყოს განხილული საკითხი არჩევნებში უცხო ქვეყნის ჩარევაზე. აქედან გამომდინარე, ცოტა უცნაური იქნებოდა გვეფიქრა, რომ ესპანეთი თუნდაც რამეს დაბლოკავდა. რუმინეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს უფრო ფრთხილი განცხადება